ფედერაციამ 2013 წელი შეაჯამა და საზეიმო ვითარებაში საუკეთესოებიც გამოავლინა. Განულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. რამდენიმესაც UEFA-სთან შეთანხმებით და თანამშრომლობით საფუძველი ჩაუყარა. უმასპინძლა მნიშვნელოვან ტურნირებს და მზადება გასამართის საერთაშორისო უფრო მასშტაბური ასპარეზობებისათვის დაიწყო. ფედერაციის საქმიანობა 2013 წელს არ დაწყებულა და იქამდე ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. 2009 წლიდან მოყოლებული ფედერაციამ პრიორიტეტად რეგიონებში მოედნების გაკეთება დაასახელა და საქმეს გეგმის მიხედვით განახორციელა. ფედერაციამ, რომელსაც 4 წლის უკან ჰქონდა 20 მილიონი ვალი და 5 მილიონის ქონება, დღეს ერთი თეთრი არა გვაქვს ვალი და 7 მილიონის ქონება გვაქვს. რა თქმა უნდა, წამოხარული ვარ, რომ ეგეთი პროგრესი იყო. ყოველთვის ცუდია, როცა რეგრესი გაქვს ნებისმიერ სამსახურში და ნებისმიერ შენ საქმიანობაში. თუ ადრე არც საქართველოში არსებულა, არც ერთ ბანკს არ სურდა ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა იმის გამო, რომ ჩვენ მქონდა ჯარიმები, საურავები გადაგაცილებული ცეცხლებზე, დღეს ჩვენ გავხდით მისთვის ასურველი კლიენტი, რომელზეც გვაქვს უამრავი შემოთავაზებები და თანამშრომლობთ უამრავ ბანკებთან. ფედერაციის პლუსად შეიძლება ჩაითვალოს და აუცილებლად აღსანიშნია ლოკომოტივის ცენტრალური არენის გვერდზე მოწყობილი სათადარიგო მოედანი, რომელზეც არის უმაღლესი ხარისხის გაზონი დაგებული, კეთილმოწყობილია ინფრასტრუქტურა. მიხეილ მესხის სტადიონი 2015-ში გასამართის სუპერთასის მატჩის ერთ-ერთ მასპინძელ არენად მოიაზრებოდა. სწორედ ამიტომ სარემონტო სამუშაოები დაგეგმილი ტემპისა და გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა მთავარი არენის გვერდზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სათადარიგო მოედნის მშენებლობა წამოიწყო და სულ მალე ეროვნული ჩემპიონატის მატჩების გასამართად ქართულ კლუბებს კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის მინდვრის საფარიანი სტადიონი შეემატებათ, სადაც 2000 ადგილიანი ტრიბუნიდან დაწყებული კეთილმოწყობილი და ახლად გარემონტებული გასახდელებით დამთავრებული ყველა პირობა ექნება შექმნილი შეხვედრებისა და საწვრთნელი პროცესის გასამართად. დღესდღეობით არის გაკეთებული 1760 ადგილი და საბოლოო როცა უკვე მეორის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები რო დასრულდება, ეს უკვე სხვა ეტაპია. მაშინ სადღაც 3000-ზე მეტი იქნება, 3100, 3150. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ უმასპინძლოთ ბევრ საერთაშორისო ტურნირს და მატჩს. ამისათვის ჩვენი საკუთარი ინფრასტრუქტურა არ იყოს საკმარისი და არ არის საკმარისი. მომავალში ჩვენ გეგმავთ სერიოზული ტურნირის ჩატარებას თბილისში და აუცილებლად ეს სტადიონი იქნება ერთ-ერთი მასპინძელი იმ ჩემპიონატისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ფეხბურთელებს და არა მარტო ჩვენ ნაკრებებს და კლუბებს, არამედ ყველა სპორტის წარმომადგენელს ექნება ესეთი ადგილი, თავშესაყრის ადგილი, რომელსაც დაერქმევა ლაგოდეხის ბაზა. ლაგოდეხის სპორტული ბაზა ფეხბურთის ფედერაციას 1994 წლიდან გადაეცა, თუმცა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მუდმივად შეფერხებები იყო. შედეგად უნიკალური ადგილმდებარეობის მქონე ბაზა თითქმის გამოუსადეგარი გახდა, რადგან საცხოვრებელი კორპუსის პრაქტიკულად აღარ არსებობდა და არც მოედანი იყო გაკეთებული.
2010-2011 წლებში ფეხბურთის ფედერაციამ ეტაპობრივად დაიწყო ბაზის რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სრულად გამოიცვალა კომუნიკაციები საცხოვრებელ კორპუსში. ლაგოდეხის ბაზა, რომელიც ფაქტიურად დამთავრებულია და ძალიან მალე არა მარტო ფეხბურთის ასე თუ ფეხბურთელებს მომსახურება, არამედ სხვა სპორტის სახეობებსაც ძალიან კარგი ბაზა ექნება. 2013 წელს განხორციელებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც დასრულდა. მთლიანად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილია საცხოვრებელი კორპუსის ერთი ფლიგელი, კვების ბლოკი, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საპრესკონფერენციო დარბაზი. ბაზა მთლიანობაში 170 კაცს დაიჭერს და შესაბამისად ერთდროულად 5-6 გუნდის მასპინძლობას შეძლებს. ძირითადი სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია მეორე ფლიგელზე, სადაც გაზაფხულისთვის შიდა სამუშაოების დასრულდება. ამის შემდეგ ფეხბურთის ფედერაცია უკვე მოედნების მშენებლობას დაიწყებს. ამჟამად ლაგოდეხის ბაზას ერთი ბუნებრივ საფარიანი სტანდარტული მოედანი აქვს, რომელიც გაზაფხულიდან განახლდება. დაიგება ახალი საფარი და მოეწყობა ტრიბუნები. ბაზის ტერიტორიაზე გაკეთდება ორი სტანდარტული ხელოვნურ-საფარიანი და ერთი მინი მოედანი. იმ პროექტებს შორის, რომელიც შეიძლება ფედერაციას პლუსში ჩაუთვალოთ, ერთ-ერთი უმთავრესი ლაგოდეხის საწვრთნელი ბაზა არის, რომელიც ჩემი ინფორმაციით ფაქტიურად დამთავრებულია და მალე ეროვნულ ნაკრებს თუ სხვა ასაკობრივ ნაკრებებს სრულფასოვანი მომზადების გავლა შეეძლებათ ამ მართლაც ჩინებულ საწვრთნელ ბაზაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლაგოდეხის ბაზა იმითაც იქნება სასარგებლო და უნიკალური, რომ აქ შეკრებების გავლა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებით შეძლებენ. ბაზაზე სხვადასხვა სპორტულ სექციებში უფასოდ ივარჯიშებენ ადგილობრივი ბავშვები. ლაგოდეხის ბაზის სრული რეაბილიტაციის პროექტი კი 2014 წლის ბოლოს დასრულდება. ჩავატარეთ ფუტზალში ჩემპიონთა ლიგის ფინალური ტურნირი საქართველოში. ხა შეიძლება დიდი ღონისძიებების, ასე ვთქვათ, ჩამონათვალში ეს არ არის პირველი და მეორე, მაგრამ ის რომ ფინალი, რომელსაც ქვია ჩემპიონთა კლუბ ფუტზალში ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი თბილისში, ამას დიდი ტურნირი არ არსებობს საკლუბო, ხო? ჩვენ მივიღეთ ამის მასპინძლობის უფლება. ჩავატარეთ მაღალ დონეზე. ჩვენ გავამყარეთ ახალი რეკორდი ამ 4 ტურნირის დასწრების მხრივ, ის რომ UEFA-მ ძალიან მაღალი ნიშნებით აღნიშნა ეს ტურნირის ჩატარება, როგორც თვითონ UEFA-ს თანამშრომლების მხრიდან, ისე იმ გულშემატკივრები და იმ კლუბების მხრიდან, რომელიც აქ ასპარეზობდნენ. 4 ფინალის ტურნირზე ის არის მნიშვნელოვანი, რომ მიშელ პლატინი პირველად საერთოდ დაესწრო ამ ფინალს და ეს იყო თბილისში, საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დელეგაციები, რომელიც იყვნენ ჩამოსული და სხვა ქვეყნების დელეგაციები, ყველამ აღნიშნა, რომ ყველაფერი იყო მაღალ დონეზე. ეს იყო პატარა რეპეტიცია. ანუ ჩვენ ვემზადებით იცით 2015-ის სუპერთასის ფინალის წინ იყო ეგეთი პატარა ხელშეწყობა UEFA-ს მხრიდან, რომ ეგეთი ტურნირი ჩაგვეტარებია აქ თბილისში. ხშირი იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ საფეხბურთო წრეები რიგ გარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. სიჭინავას ვადა 2015-ში ეწურება და იქამდე გეგმის მიხედვით განაგრძობს მუშაობას, თუმცა ყოველთვის როცა საუბარი საფეხბურთო წრეებზე იწყება, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რომელ საფეხბურთო წრეებს ეხება ეს, როცა დღეს ფეხბურთის ფედერაციაში მურთაზ ხურცილავა, სერგო კუტივაძე, ლევან ნოდია, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, ვაჟა ჟვანია და გია ფირცხალავა მუშაობენ. დაპირდა ვეტერანების გვერდზე დადგომას. ისინი გაუძღვებოდნენ ნაკრებებს, ხოლო თვითონ როგორც მენეჯერი გააკეთებდა იმას, რაც გასაკეთებელი იყო. შეაფასა ვეტერანების დამსახურება, შეაფასა და მერე დააფასა. ერთ ვეტერანი ფეხბურთელი დამანახეთ დღეს საქართველოში, რომელიც არის უკმაყოფილო ფეხბურთის ფედერაციის. რომელს არ აქვს ყურადღება. ასეთი მე მგონი არ არსებობს.
ყველა ასაკის ვეტერანს რაც შესაძლებლობა აქვს, ყველანაირად ეხმარება ფედერაციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის დამცველად არ გამომდგები, მე რასაც ვხედავ, მე პირდაპირ თქმა მიყვარს, ამიტომ მე მგონი სასაყვედურო ამ ხრივ არაფერი არ არის და პირიქით არის ძალიან დიდი საქმე კეთდება. თან ახლა ყველა თითქმის წლოვანი ვართ. და არ გეშინია იმის, რომ შენ რაღაცა დაგემართოს, დაუშვათ, რომ ანა ავად გახდე, არ გეშინია, ან ოჯახის წევრიც თუ არ გეშინია იმისა, რომ შენ ყურადღება მოგაკლდეს. ის სლოგანი, რომელიც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ, ეს არის გაუხანგრძლივოთ დამსახურებულ ვეტერანებს სიცოცხლე, რასაც რეალურად აკეთებს. თბილისის დინამო იამანიძე, კოტრიკაძე, ბორის სიჩინავა, რეხვიაშვილი, ზეინგლიშვილი, გიორგი სიჩინავა, პარკაია, ცხოვრებოვი, დათუნაშვილი, მეტრეველი, მესხი. თქვენ იცით, რომ 64 წლის მაშინდელმა მაწვილებმა ძალიან დიდი სიხარული მოუტანეს საქართველოს, თბილისის დინამოს ოქროს ბიჭებად წოდებულს, დღესდღეობით დარჩენილ 3 ადამიანს, ღმერთმა დიდხანს აწუწნოს ეგენი, ბარქაია, დათუნაშვილი და გიორგი სიჩინავა, რომელსაც უშვილდებათ 50 წლის თავით. ეს აუცილებელი ფაქტორიც არის და უკვე წინასწარ ვიწყებთ მაგაზე მზადებას, იმიტომ რომ 18 ნოემბერს გახდება 50 შეუსრულო 50 წლის თავი. მე მინდა რომ საზოგადოება მას გაიგოს. ვინ რას გააკეთებს, ეს აუცილებელიც არის, კიდევ ვიმეორებ, ვინც ჩაერთვება აუცილებლად დიდი სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას აღებული აქვს კურსი და გეზი, რომ გრანდიოზული რამ გაუკეთოს ამ 3 ადამიანს. რა თქმა უნდა, გახსენება იქნება სულ ყველასი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაფასება აუცილებელი ფორმა ამ 3 დიდი გრანდი ფეხბურთელების. გამომდილ წელს ფეხბურთის ფედერაციამ შეიძინა და კლუბებს საჩუქრად გადასცა პროგრამა ვაისკაუტი, რომელიც იდეალურია მეტოქე გუნდების სათამაშო ტაქტიკისა და შესაძლებლობების შესასწავლად. ანალოგიური პროგრამების დანერგვას ფედერაცია მომავალშიც გეგმავს. ეს მოგცემს საშუალებას, რომ თვითონ შეჯებრდები მართოთ ელექტრონულად, კლუბებმა განაცხადები შეიტანონ ელექტრონული ფორმით, ასე საჯები დაინიშნონ ელექტრონულ დელეგატებმა თავისი პატაკები წარმოადგენენ ელექტრონულ ფორმით. მოკლედ წინ მივდივართ ტექნოლოგიური კუთხით. გარკვეული ცვლილებებით ხდება ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატს. ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებას და შესაბამისად გამკაცრდება ამ მიმართულებით სანქციებიც, რადგან ამ ხრივ საკმაოდ ხშირი იყო ფაქტები, რომლებიც დაფიქსირდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ცვლილობისას. დეტალურად არის დაწერილი, თუ რა არ უნდა მოხდეს სტადიონზე და დებულებას აუცილებლად გაეცნო კლუბები. და ზუსტად ისე დააგონ, არ შეიძლება რომ სტადიონს იცავდეს 3 პოლიციელი, მაგალითად, და მსგავს პრობლემებს ვაწყდებით ხშირად. საბედნიერად საქართველოში ისეთი პრაქტიკა არ მქონია, რომ ამას რაღაც ტრაგედია გამოეწვია, მაგრამ მე თუ თავ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ჩვენ გქონდეს რაღაცა ტრაგიკული მაგალითი. აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი სიტუაციის გამოტარებისთვის და ამას ვითხოვთ ჩვენ კლუბებისგან ძალიან მკაცრად და შესაბამისად სანქციების მკაცრად. კიდევ ერთი ფაქტი მოხდება 2014-ში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მწვრთნელებისათვის. თუკი აქამდე მათ პროლიცენზიის აღების საშუალება მხოლოდ უცხოეთში ეძლეოდათ, რაც განსაკუთრებით დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ფედერაციისა და UEFA-ს ხელშეწყობით ახლა უკვე ამის გაკეთება ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელი იქნება. აქამდე ჩვენ მწვრთნელებს საქართველოში მხოლოდ C, B და A ლიცენზიის დაუფლების საშუალება ჰქონდათ. C ლიცენზია ეს არის ეროვნულ დონეზე გაცემული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კურსი, რომელიც არის მოყვარულთათვის განკუთვნილი, შემდეგ უკვე მოდის პროფესიონალური B ლიცენზია, სადაც ძირითადად ახალგაზრდა და ბავშვების ასაკებში მომუშავე მწვრთნელთათვის ინფორმაცია გაიცემა. A ლიცენზია უკვე აქ მიდის საუბარი ტაქტიკაზე, ტექნიკაზე და იმ ძირითად საფეხბურთო ელემენტებზე, რომელიც აუცილებელია რომ თანამედროვე მწვრთნელმა იცოდეს. ხოლო პროლიცენზია უკვე როგორც აბრევიატურა გვეუბნება, ეს არის პროფესიონალური ფეხბურთისთვის განკუთვნილი მწვრთნელისთვის არსებული დიპლომი, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობა უმაღლესი ლიგის და პროფესიონალი მწვრთნელები, ხოლო ლექტორები კი ჩამოსულები იქნებიან UEFA-ს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან და შესაბამისად
რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიიღებენ, იქნება ფასდაუდებელი და ფაქტიურად უპრეცედენტო. 15 თანამედროვე ქართველ მწვრთნელს მისცემს იმის საშუალებას, რომ სოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ კლუბში მათ არ შეეზღუდოთ უფლება ულიცენზიობის გამო, რომ ვერ იმუშაონ და ვერ იყვნენ მთავარი მწვრთნელები. კურსი გაგრძელდება დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში, ის დაყოფილია მოდულებად, შესაბამისად თითოეული მოდული გარკვეულ საგანს მიეკუთვნება და იქნება განსხვავებული სპეციფიური ცოდნა, რომელსაც ისინი მიიღებენ. ჩვენი საკუთარი მწვრთნელები რომ აღარ ივლიან უცხოეთში და აღარ დაუჯდებათ 10 ჯერ და 8 ჯერ მეტი თავის საკუთარი ლიცენზიის მოპოვება, რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა იმუშაონ და თავი აჩვენონ და ქვეყანას გამოადგენ და თავის საკუთარ თავს გამოადგენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვან წარმატებად მიმაჩნია. 2013 წელს ფეხბურთის ფედერაციაში შეიქმნა დავების განხილველი ორგანო, რომელიც აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. აქამდე ეს მიმართულება მოუწესრიგებელი იყო, რის გამოც დავების განხილვის წესი მთლიანად ქართულ საფეხბურთო სივრცეში არ იყო მიღებული და აპრობირებული. ბოლო პერიოდისთვის ეს აქტიური გახდა, რაც ძალიან კარგია, რომ სამართლებრივი კუთხით ნებისმიერმა სუბიექტმა ისწავლოს სამართლებრივი თავისი უფლების დაცვა და ფეხბურთის ფედერაცია უნდა უზრუნველყოს როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირის უფლების დაცვა, რომელიც მის სამართლებრივ სივრცეში შემოდის და თანაბრად დაიცვას როგორც კლუბის ფეხბურთელის ნებისმიერ სუბიექტის ინტერესები. 2014-ში ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს ქართულ საფეხბურთო სამყაროს. ფედერაციის ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნია მაღალ პოლიგრაფიული ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა, რომელიც მრავალმხრივი და საინტერესო საკითხავი იქნება, თუმცა ჟურნალი მხოლოდ ფედერაციის საქმიანობას არ აღწერს. ჟურნალს ქვია ნომერ პირველი number 1 და ავისი აქ ჩანს ის რომ ფეხბურთი უნდა იყოს ნომერ პირველი სპორტი, უნდა დარჩეს ნომერ პირველ სპორტად. რა თქმა უნდა, ეს თავისით არ მოხდება, ამას ხელი ყველამ უნდა შეუწყოს ფეხბურთის ფედერაციამ, თელმა საფეხბურთო სამყარომ და მათ შორის ამ ჟურნალმაც. კიდევ ერთხელ ამ სათაურით და თემატიკით კიდევ ერთხელ ყველას უთხრათ, რომ ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი და ასე თქმა დარჩეს. ყოველ შემთხვევაში საქართველოში უნდა დარჩეს ასე. ფედერაციისა და UEFA-ს შეთანხმების საფუძველზე საქართველოში პირველად ჩატარდება მარკეტინგისა და მენეჯმენტის კურსები. 2013 წლის ბოლოს საფუძველი ჩაეყარა UEFA-სთან ერთად არაჩვეულებრივ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც განვითარების და განათლების კუთხით არაფრით ნაკლები არ არის ყველა დანარჩენ დიდ ღონისძიებასთან, იმიტომ რომ აქ ფუნდამენტი კეთდება, აქ განვითარება, აქ განათლება, აქ ისეთი რამეებზე მიდის ორიენტაცია, რაც საბოლოო ჯამში წლების განმავლობაში შეიძლება გამოადგეს მომავალ თაობებს. ეს პროექტი ჩატარდება თბილისში, სადაც ჩვენ შეგვიძლია 25 სპეციალისტი UEFA-ს მეშვეობით, ეს UEFA სპეციალისტებთან ერთად მოვამზადოთ სერტიფიცირებული კლუბების ხელმძღვანელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ეგრე ვფიქრობ. მიუხედავად ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა, მუდმივად იყო საყვედურები და პრეტენზიები, თუმცა ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო და მიუღებელი. მათ შორის ფედერაციის ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობასთან და არამიზნობრივად გახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. განმარტებისთვის, ფეხბურთის ფედერაცია არ არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იურიდიული პირი. ამიტომ ფედერაცია ანგარიშვალდებულია საკუთარი ფინანსური ანგარიში ყრილობაზე ჩააბაროს მხოლოდ მასში შემავალ 35 სუბიექტს და არა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ყრილობის თითოეულ მონაწილეს, რომელსაც სურვილი გაუჩნდება თითოეულ თანხის შემადგენლობაზე, თითოეული ხარჯის შემადგენლობაზე, სპეციალურად ყრილობაზე, მას ეთმობა რამოდენიმე საათი, რომ ის აუხსნათ, რომ ყრილობიდან არავინ არ წავიდეს, ისეთი, რომელსაც გაურკვევლობა დარჩება აღნიშნულ თანხაზე. პლუს ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფედერაცია არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი და ის ვალდებული არ არის, რომ ყველა მომთხოვს მისცეს მისი ფინანსური ანგარიშგება გამომდინარე მისი იურიდიული პირის სტატუსიდან. ერთ-ერთი ყველაზე ყბადაღებული თემა კი თემურ ქეზბაიას ხელფასი იყო. მის შემოსავალზე საუბრობდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა და საუბრობდა იმ ტონში, თითქოს საქართველოს ნაკრების და მთლიანად ქართული ფეხბურთის წარუმატებლობა ქეზბაიას ხელფასზე ყოფილიყოს დამოკიდებული. თუმცა ზოგისთვის ხელფასი იყო მნიშვნელოვანი, ზოგისთვის კი ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენების შედეგი. ფედერაციამ რაც არ უნდა კარგი საქმეები აკეთოს, სულ მილიონები მოიხვეჭოს ქართული ფეხბურთის საკეთილდღეო და ყველაფერი ხუთიანზე გააკეთოს, თუ ეროვნულ ნაკრებში საქმე არ იქნა კარგად, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მისი მუშაობა ყველა შემთხვევაში უარყოფით და შეფასდება. ჩვენთან განსაზღვრელი არის, ჩვენთან კი ალბათ ყველა ქვეყანაში ეროვნული ნაკრები და ეროვნული ნაკრების გამოსვლა ვერანაირად
ვერ ჩაითვლება აი დადებითთან მიახლოებულიც კი 23 თებერვალს ნიცაში ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები დ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, გიბრალტარი, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები, ასევე საუკეთესო შედეგის მქონე 1/3 ადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი. დანარჩენი 8 ადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან 4 იღბლიან ფინალისტებს შეუერთდება და დაუმატოთ მასპინძელი საფრანგეთი, რაც ჯამში 24 ნაკრებია. ასე რომ საქართველოს ნაკრებსაც სხვაზე არანაკლები შანსი აქვს ფინალურ ეტაპზე თამაშის. ჩვენ მქონდა რეალურად ცუდი შედეგები, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ ეს დობის მანდატი თემურ კეცბაიას კვლავ შეუნარჩუნეთ. ის ყბადაღებული თემა რომ რაღაცა კონტრაქტის პირობები როგორი იყო 2+2. კეცბაიას ჰქონდა 2015 წლის სექტემბრამდე კონტრაქტი და ეს კონტრაქტი ისევ არსებობს. უბრალოდ ამ კონტრაქტში შიგნით მოხდა რაღაც კორექტიები. თუ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიას გადავავლებთ, თვალს საქართველოს ნაკრების სათავეში კეცბაიაზე ძვირად ღირებული მწვრთნელებიც ყოფილან და ისეთებიც გაცილებით ნაკლებს რომ იღებდნენ. თუმცა საქმეში ჩახედული ადამიანისთვის რთული გასახსენებელი არ იქნება, რომ არც ერთ შემთხვევაში ქვეყნის უმთავრეს გუნდს მაღალი მიზნებისთვის არ მიუღწევია. იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელ ქვეყანაში ანდრო ჟორდანია გააგდეს 10ჯერ და ნოდარ ახალკაც აგინებენ არ ვარგო და მწვრთნელად. და დათოყიფიანი არ მოწოდნათ იამანიძე და მიშამეს უთხრეს 30 წლის ასაკში ფეხბურთს თავი დაანებე ვეღარ თამაშობ. ხშირად ბევრს გული შესტკიოდა იმის თაობაზე, რომ კეცბაიას ხელფასი საბიუჯეტო სახსრებიდან იყო გამოყოფილი, საიდანაც სახელმწიფო ფედერაციას ფეხბურთის განვითარების პროგრამისთვის 7 მილიონს აძლევდა. ჩვენ იქიდან ავიღეთ და 1 მილიონი მივეცით საპრიზო. ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ამ 7 მილიონიდან 2 მილიონ 400 ლარი გადავცეთ კლუბებს დახმარება. დარჩენილი თანხა რომელიც არის, მაგას მოაკლდება კიდე 20% ჩვენი თანხა და სადღაც 3 მილიონ 800.000 იქნება თქვათ მთელი ყველა ამ ეროვნული ნაკრებები და სხვადასხვა რაც ჭირდება წასვლა, მოსვლა ჩატარება ყველაფერს სულ ეს თანხა იქნება დახმარება ფედერაციას საქართველოს მთავრობიდან. მაგრამ ჩვენ ქონდა ლაპარაკი სპორტის მინისტრთან და მაშინ მე უთხარით თქვენ გადაწყვეტეთ რამდენს გვაძლევთ და ჩვენ ყველაფერზე ვიტყვით მადლობას. ეს ფული ჩვენ არც დაგვკლებია, არც რაღაცა სხვა რამისთვის არ მიგვიმართია, ეს ფული ისევ დარჩა ფეხბურთში და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც კლუბებს აღმოაჩნდათ პრობლემები, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს თანხა მთლიანად მოხმარდეს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს. ამ თემას ლოგიკური წერტილი საბოლოო ჯამში ფედერაციას უნდა დაესვა და მათი მხრიდან გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა. გადაწყდა, რომ თემურ კეცბაიას ხელფასს საკუთარი შემოსავლებიდან სწორედ ფედერაცია გადაიხდის და არა იმ 7 მილიონიდან, რომელსაც სახელმწიფო აძლევს ფეხბურთის განვითარებისათვის. ჩვენ მქონდა რეკომენდაცია, რომ სახელმწიფოსთვის მიუღებელი იყო თავარი ჩვენთვის ამ ხელფასის გადახდა რა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად თემურ კეცბაიას ხელფასს იმაზე, რაზეც მოველაპარაკებით, აიღებდა თავის თავზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. დანარჩენი თანხები იქნებოდა გადანაწილებული ისე, როგორც ჩავთვლიდით ჩვენ საჭიროდ და როგორც შევთანხმდებოდით. სულ გვესმოდა, რომ აი დიდი ხელფასი და არ უნდა იყოს და სულ რაღაცებს გვასწავლიდნენ, რამდენი უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს. და ამიტომ ფედერაცია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ აგვეღო სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს არ გადაეხადა თემურ კეცბაიასთვის ხელფასი. და ფედერაცია იღებს თავის თავზე. საიდან ვიღებ ფული? ჩვენ ფულები გვაქვს, ხო, რაღაცა მოდის და ჩაყიდული ბილეთები იქნება თუ სპონსორული დახმარება, რაღაცეები, რაც არის, ეს არ არის პრობლემა, ჩვენ ამას მივხედავთ და ყველაფერს დავალაგებთ. მე ვფიქრობ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაც ვისწავლეთ კარგად ფეხბურთის ფედერაციაში, ეს ფინანსური და ეკონომიური მართვა. ამ გადაწყვეტილებამდე იყო განცხადებებისა და წერილების კასკადი, რომლის ქრონოლოგია ძალიან საინტერესო და მრავლისმხმელია. განსაკუთრებით კი ამ მიმოწერის გარკვეული მონაკვეთები, სადაც სამინისტრო საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, თუმცა არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ხელფასთან დაკავშირებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დომენტი სიჭინავას.
ჩვენთვის და საზოგადოებისთვის უცნობია თუ როგორ აფასებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობას. კიდევ ერთხელ ამჯერად წერილობით ვაფიქსირებთ სახელმწიფოს ხედვას იმის თაობაზე, რომ არსებული შედეგის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს წელიწადში 400,000 ლარზე მეტი. ნათქვამია სამინისტროს წერილში. თუკი საზოგადოებისთვის უცნობია როგორ აფასებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქეცბაიას საქმიანობას, ალბათ იმავე საზოგადოებისთვის ასევე უცნობი იქნება საიდან გაჩნდა ციფრი 400,000, რომელიც სამინისტროს აზრით ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ყოველთვიურად. ამასთან საინტერესოა იქნებოდა თუ არა ქეცბაიას ხელფასი ასე აქტუალური იმ შემთხვევაში, გუნდი რომ ესპანეთის საფრანგეთის ჯგუფიდან გასულიყო. ცოტა საეჭვოა ამ შემთხვევაში ეს თემა განხილვის საგნად ქცეულიყო, თუმცა თანხა ისევე როგორც ახლა საბიუჯეტო სახსრებიდან იქნებოდა გამოყოფილი. ასევე განმარტებისთვის ნებისმიერი კონტრაქტის დარღვევას მოყვება გარკვეული საჯარიმო სანქციები და ამის ძალიან მწარე გამოცდილება ქართულ ფეხბურთს ბოლო წლებში უხვად დაუგროვდა. ბუნებრივია UEFA-ს დებულებების შესაბამისად და მიცემების შესაბამისად ნებისმიერი კონტრაქტის გაწყვეტის გამომდინარე არსებობს ვალდებულებები, რომელიც ინიციატორის გამომჩენმა მხარემ, ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციიდან თუ წამოვა ინიციატივა კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტი და გამომდინარე შეიძლება რაიმე სანქციები დააკისროს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვიწევს იმ ვალდებულებების ბოლომდე მიყვანა, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მწარე გამოცდილება, რა დაემართა ფეხბურთის ფედერაციას, როდესაც გაუწყვიტეთ კლაუს ტოპმიოლდერს ხელშეკრულება, როდესაც გაუწყვიტეთ ჟირეს ხელშეკრულება, როდესაც გაუშვიდეთ პიტერ სექს ხელშეკრულება, ყველაზე ამას ფედერაციამ გადაიხადა ძალიან დიდი ჯარიმები, გადაიხადა ძალიან დიდი საურავები და პრაქტიკულად ხდებოდა ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ ერთ მწვრთნელს უხდიდით ჯარიმას და მეორე მწვრთნელს პარალელურად უხდიდით ხელფასს. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და მე ახლა ვისურვებდი, რომ ეს შეცდომა ფეხბურთის ფედერაციას აღარ გაემეორებინოს და ვუსურვებ იმას, რომ ქეცბაია მიაღწიოს დიდი წარმატებები, რომ მისი ხელფასი ბოლოს და ბოლოს ალაპარაკო თემა აღარ იყოს. სამინისტროს წერილში აქცენტი გაკეთებული იყო იმ თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფო აძლევს. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზანშეწონილია დაფინანსდეს 15 წლამდე და ზედა ასაკობრივი ნაკრებები. ასევე გაურკვეველი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით პრიორიტეტით არის შერჩეული როგორც მწვრთნელთა სხვადასხვა შემთხვევაში 3, 4 ან 5 მწვრთნელი რაოდენობები ასაკობრივი ნაკრებების თვალსაზრისით, ასევე მათი სახელფასო განაკვეთი. არც ერთი ზედმეტი მწვრთნელი არ მუშაობს ნაკრებში. ბოლო პერიოდში ჩვენ და სასიკეთოდ მოხდა ისე, რომ ყველა ეტაპი დავძლიეთ, ყველა ნაკრებმა ფაქტურად ყველა ეტაპი გადავლახე და ჩვენი მენეჯერების რაოდენობამაც მოიმატა და ჩვენი ნაკრებების რაოდენობამაც მოიმატა. იმ საზოგადოებისათვის, რომელიც ფეხბურთში ნაკლებად არის ჩახედული, გსურს განმარტოთ, რომ ნებისმიერ გუნდს თუ ნაკრებს ჰყავს თავისი პერსონალი, რომლის შემადგენლობაც ასეთია: მთავარი მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მეკარეების მწვრთნელი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ადმინისტრატორი, მენეჯერი. ეს არის ჩვენი სამუშაო ოთახი. აგერძის ჩვენი მენეჯერები ყველა ერთად ვჯობთ. მარტო ნიკა გვაკლია, ჩხეიძე, ტექნიკური დირექტორი. აქ წდება ყველანაირი სანაკრებო საკითხები. გუნდის წასვლა, წამოსვლა, ამხანაგური თამაშები, ოფიციალური თამაშები, როდის მივდივართ, როგორ მივდივართ, როგორ ხვდებით, როგორ ვაცილებთ. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, საბადო, ოქრო. ეს ბიჭები ძალიან დიდი ხანია უკვე ნაკრებს ემსახურებიან, ყველა ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებს და ზეპირად იციან, როგორ შეიძლება მაღალ დონეზე მოემსახუროს თავის გუნდს. თითოეულ მათგანს თავის საქმე და დატვირთვა აქვს. თითოეული მათგანი თავის საქმიდან გამომდინარე ისევეა ჩართული ნაკრების მოსამზადებელ პერიოდში, როგორც ნებისმიერი სხვა წევრი და თუკი გუნდი აღწევს წარმატებას, აღწევს ამ ხელმძღვანელობის კარგი და ნაყოფიერი მუშაობის ხარჯზე. არ ყოფილიყვნენ დაუშვათ ჩემი თანაშემწეები, უშუალოდ საქმეს გულისხმობ თვითონ სპორტულ მხარეს, ჩემი ასისტენტები, ფიზიკური მწვრთნელი, თემური ლორთქიფანიძე, ზაზა ბაკურაძე, ჩემი ასისტენტი და გრიგოლ ჭანტურია მეკარეების მწვრთნელი. დარწმუნებული ვარ, რომ შანსი არ იყო, რომ ჩვენ იქ მოუხედვილიყავით, იმიტომ რომ ყველა თავის საქმე და თავის ფუნქცია ზედმიწევნით კარგად შეასრულა. მთლიანად თავშიც, როგორც გიორგი ცეცაძეშიც გაგვიმართლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანები შეხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება მათთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არის შემადგენელი ნაწილი წარმატების, ეს მწვრთნელთა საბჭო და პირიქით რა, რაც უფრო
მეტი დელეგაცია იქნება იქ ჩასული და რაც უფრო ძლიერები ვიქნები, წარმატებაც უფრო იქნება. მე რაც დავინახე რა და მე აი ამ ტურნირებმა რაც დამანახა, ეს არის რომ იგივე ეს უცხოური ნაკრებები და ეს გრანდები იქ არავინ არ ჩამოდის და 25 კაციანი და 26 კაციანი დელეგაციით. 8 შესაძლო საკვალიფიკაციო ტურნირიდან ჩვენმა ნაკრებებმა ბოლო 4 წლის განმავლობაში 7 ჯერ გავიდნენ ელიტ რაუნდში, 2 ჯერ მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 7 გუნდში 54 რა ძალიან ძნელი არის იმიტომ რომ ფორმატია ძალიან ძნელი პირველ ადგილზე თუ არ გავხვალ გუნდში ვერ გადიხარ ევროპის ჩემპიონატში და ორჯერ აქედან ერთხელ ნახევარფინალში ითამაშეს ჰოლანდიის ნაკრებთან ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით კი ასაკობრივი გუნდების წარმატება მართლაც თვალშისაცემი იყო განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ერთიანი სულისკვეთებით და ერთიანი ორგანიზმის ჩამოყალიბებით გავაკეთეთ ის, რომ ევროპის გრანდებთან ჭიდილში თავი არ შეგვირწყვენია. თავდაუზო გავიშრო მის ხარჯზე, მონდომების ხარჯზე და დიდწილად ალბათ გამართლების გარეშე ძნელია ფეხბურთელმა რაიმე წარმატებას მიაღწია, მაგრამ იყო გუნდში გუნდური სულისკვეთება, იგრძნობოდა ის პასუხისმგებლობა, რომ ბიჭები საქართველოს ნაკრების სახელით თამაშობდნენ და მე ვფიქრობ, რომ ჯამში ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ჩვენი წარმატება. დიდი მადლობა გულშემატკივარს. მადლობთ, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ არსებობს და კიდევ ბევრს გააკეთებს. პირველ რიგში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ რამდენად ეს სიამოვნებაა, ამავდროულად საპასუხისმგებლოა. ერთიანი სულისკვეთება ჩამოყალიბდა გუნდში, მაღალი სათამაშო განწყობა და ვაკეთებთ საერთო საქმეს და ქვეყნის საქმეს. ჩვენ წამდე ევროპის ჩემპიონატზე მოგეხსენებათ, რომ ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორის ურთიერთობა ორივე 17 წლამდე 19 წლამდე ნაკრებში შეიძლება ითქვას, რომ იყო იდეალური, ბიჭებს ძალიან ღია და გახსნილი ურთიერთობა ჰქონდა მწვრთნელებთან და დიდწილად ამან განაპირობა ჩვენი წარმატება, იმიტომ რომ იმდენი გააკეთეს და მოახერხეს ჩვენ მწვრთნელებმა, რომ მართლა ერთი ოჯახი ვიყავით და ის პასუხისმგებლობა გავითავისეთ, რასაც საქართველოს ნაკრებში თამაში ჰქვია. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანების ხელში მომიწია ამდენ ხნის განმავლობაში მუშაობა. საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა 19 წლამდელთა ნაკრებმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე რა. გასაგები ახლა იქ რო ვთქვათ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, მაგრამ თვითონ იქ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, ჯერ იყო 17 წლამდელები, მერე 19 წლამდელების წარმატება, უდაოდ ყველაზე დიდი სათამაშო სახეობებში თქვათ, ესეთ დონეზე ფეხბურთში ესეთ დონეზე, მიღწევა არ ქონია ჩვენ. დაიწყო ყველაფერი ბელგიაში ელტრაუდიდან, სადაც ბიჭები ყველანაირად კონცენტრირებული ვიყავით იმ სამ მატჩის კონკრეტულ თამაშზე, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა. ბიჭები თვალდახუშული რომ ღერიან საქართველოს ჩიმს აქ ამოდიან საბრძოლველად და ქვეყნის შეურაცხყოფა იყო ხა ვიღაცა ესპანელმა მსაჯმა რომელმაც გადაწყვიტა რომ საქართველოს არასაფეხბურთო ქვეყანაა გაგვიკეთა ის რომ უნდათ რომ გავემწარებიეთ მაგრამ ფიწყალობით გამოვიდა ისე და ამბიჭების დამსახურებით რომ ვერაფერი ვერ დაგვაქვს პირველ რიგში მწვრთნელების დამსახურება, რადგან სწორი ფეხბურთი გვათამაშეს და ასევე ჩვენი ფეხბურთელების, რადგან რაც მწვრთნელებმა დავალება მოგვცეს, შევასრულოთ ყველაფერი პირნათლად. საქართველოში მოდის ახალგაზრდა თაობა და მაგათ უნდა პატრონობა, მაგათ უნდა ხელის შეწყობა იმისთვის, რომ ეს ბიჭები არ დაიკარგონ და 2-3 წელიწადში წაადგნენ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს და ჩვენ ქართულ ფეხბურთს.
პირველ რიგში გუნდური სულისკვეთება შეიმჩნეოდა ჩვენ თამაში. მწვრთნელის დავალებებს მაქსიმალურად ყურადღებით ვასრულებდით ალბათ. იყო ცოტა გამართლება და რა ვიცი თავდადება რა და ალბათ მიჭიც არის ქართველებს გვაქვს რა სულში და გულში მოყვება თავიდან. უფლება არ ქონდა უბრალოდ წაგების ამ თამაშში და გავედით რა დარწმუნებულები ვიყავით რომ გავიდოდით. ასე რომ ვთქვათ, ნამდვილ ფეხბურთელად ვხდით თავს. როდესაც ესეთი დონის ტურნირზე გაიმგზავრები და მონაწილეობას იღებ. რა გვიმართლა ძალიან კარგი პიროვნება არის გიორგი ცეცაძე. ძალიან ღია გახსნილი ურთიერთობა ქონდა ყველას მათ შორის მეც რა და ეს მარტო სტადიონზე არა სტადიონის გარეთაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მეგობრული რა და ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა ყოველთვის. თვითონ ფეხბურთელებისთვის, თვითონ ნაკრების წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდ გამოცდილებას ღებულობ. ერთი შეხედვით შეიძლება შენი ასაკის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი თამაშობენ სერიოზულ ლიგებში, სადაც უწევთ ძალიან მაღალ დონის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში თამაში და შენთვის ეს ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილებას იღებ. ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის კეთება 3 წლით ადრე. შესაბამისად, რიდი შიში რაღაცა გუნდების რომელსაც პირველად ხვდებოდნენ ეს ბავშვები, ხო აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი ამხანაგური თამაშები, ბევრი საერთაშორისო ტურნირები, ბევრი ისეთ გუნდთან მოუწიათ ამ ბავშვებს და ფეხბურთელებთან, ისეთ მაისტრებთან, ასე ვთქვათ, თამაში რომ მიხვდნენ რომ არაფერი ამაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არ არის, თავარია რომ მოინდომო და თავარია რომ კარგად იყო მომზადება. არც ისეთი ბევრი უსაშველოდ ბევრი ფული არ ჩაგვიდია ამაში, იმიტომ რომ არა გვაქვს მაგდენი ფული, თორე მეტი რო იყოს, ჩემის აზრით მეტის ჩადება შეიძლება. თავარი ის არის, რომ არავინ არ ერევა არც ერთ ასაკობრივ მწვრთნელის მუშაობის პროცესში. თვითონ მწვრთნელები ადგენენ წლის პროგრამას, თვითონ ირჩევენ დამხმარეს, ექიმებს, ფიზმომზადებას და სხვადასხვას. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ეგრე არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი პირველ რიგში, რომელიც რაღაც საქმეს თავში უდგება, პასუხებელია იმის, როგორი შედეგი უნდა იყოს ბოლოს. ფედერაციის მიმართ ასევე ბრალდებები იყო იმ მიმართულებით, რომ მათ არაფერი ჰქონდათ გათვალისწინებული რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების, უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემების და ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის შესახებ. ფედერაციის მხრიდან პასუხი ამ ბრალდებებზე გამოქვეყნდა და ოფიციალურ ვებგვერდზე გაწერილი ბიუჯეტიც დაიდო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა არის გამხდარი რაღაცა დიდი პოლიტიკური იმის რა ქვია საჯილდაო ქვა, ეს უნდა მოიხსნას და არ უნდა იყოს ესეთი დამოკიდებულება. ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს UEFA-ს და FIFA-ს წევრია, იმ ორგანიზაციების თქვათ წესდებით ცხოვრობს და უნდა იყოს იმდენი ისეთი გამართული თქვათ მენეჯმენტი, მარკეტინგი უნდა ქონდეს, რომ თვითონ შეეძლოს ეს ფინანსების მოძიება. ამ ბოლო დროს უკვე ისეთ შტაბ-ჭრება რჩება, რომ ამათი დავაგარჩევა საქმეს პირად ურთიერთობას გავს, კატათაგობანას თამაშს წააგავს, რითაც უბრალოდ საზოგადოება იღლება ამდენი გაუთავებელი გაურკვევლობით და ჩემი აზრით ჯობსვა ერთად დაждდნენ და ბოლო-ბოლო გაარკვიონ. საბოლოო ჯამში ფეხბურთში არსებული ვითარებით ქვეყნის პრემიერის დაინტერესდა და შეხვედრა შედგა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა წარუდგინა. ჯერ ერთი და რომ სიმართლე გაიგეს. რა იყო, რა არის და რა ჭირდება ქართულ ფეხბურთს. მეორე ის რომ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აი მე მართლა გეუბნებით დეტალურად გაიარა პროექტი, ბევრი კითხვები იყო, ბევრი პასუხი იყო, როგორ შეიძლება რაღაც გაკეთდეს და აი მე რა ვიცი, ძალიან მოხარული ვარ, როცა ადამიანი აი დეტალურად ყველაფერში აი შეეძიება და რომ რაღაცას კითხულობს, იმიტომ კი არა რაღაცა ფონი შექმნას, აი რომ აინტერესებს ჩვენი პრობლემები და მთლიანად ფეხბურთის პრობლემები დეტალურად იქნა მოსმენილი
რასაკვირველია ხა ჩვენ იქ ვერ ვილაპარაკებდით თავიდან ბოლომდე ყველაფერზე, მაგრამ აი ძალიან სასწრაფო რაც არის, ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ეტაპ ყველაფერი გავიარეთ, თავისი ჩაკითხვებით, თავისი შენიშვნებით, თავისი თემების გაშლით. პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი 3 წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის განვითარებისათვის 99 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ფედერაციის პროექტით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თითოეული კლუბი სეზონის განმავლობაში 1,5 მილიონ ლარს მიიღებს. ამავე პროექტის მიხედვით უმაღლესი და პირველი ლიგების, ამასთან თასის გათამაშების საპრიზო ფონდი 7,800,000 ლარით განისაზღვრება. პირველი ლიგის თითოეული კლუბი სეზონში 400,000 ლარს მიიღებს. ჯამში ეს თანხა სწორედ 33 მილიონს შეადგენს. ფეხბურთის განვითარების ეს პროექტი ფედერაციამ ჯერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ვიცე-პრემიერ ტახა კალაძესთან შეათანხმა. მერე კი პრემიერმა რამდენიმე საკითხის უფრო დეტალურად განსახილველად ფედერაციის ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან გადაამისამართა. ორშაბათს უკვე ბატონ დავით ნარმანიას შევხვდით ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელმაც ასევე აღვიქვა, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით საკმაოდ დიდი ძვრები იქნება და ჩაერთვება სახელმწიფო ამაში. ყველაფერი გავიარეთ. აი მართლა ყველაფერი გავიარეთ. მე პირადად ძაღლმაყოფილი ვარ. ახლა ველოდებით ერთ რაღაცას რომ მოვილაპარაკეთ, რომ ისინი ახლა ყველაფერს ამას შეისწავლიან, შეიქმნება კომისია, დაიწყება და იმედია რომ ყველაფერი დაალაგდება ახლო მომავალში. ბოლო წლებია სულ მოგვაქვს რაღაცა შესარჩევები და ეს მაგას ნიშნავს რომ UEFA და არა მარტო UEFA სხვა ქვეყნების ფედერაციებიც ძალიან მაღლა აფასებენ ჩვენ მუშაობას და ამიტომ გვენდობიან და მოდიან აქ თქვენ გახსოვთ რომ ჰოლანდიაც იყო ჩამოსული, ინგლისიც, გერმანია, ეს ძალიან დიდი შეფასებაა. 2013-ში უმაღლეს დონეზე ჩაეყარა საფუძველი იმ საკითხის განხილვას, რასაც 2017 წლის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობა ჰქვია. მსგავსი რამეც მოგეხსენებათ, რომ არ მომხდარა არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, კონკურენცია გნებავთ სპორტული და გნებავთ ღონისძიებების ჩატარების კუთხით. 2014-ში დიდი ყურადღება და ინტერესი იქნება მიმართული ასაკობრივი ნაკრებებისადმი. 2 ელიტ რაუნდი და 2 შესარჩევი, რომელშიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ჩაებმებიან საფეხბურთო სამყაროს განსაკუთრებული ინტერესის არეალში მოექცევა. თვლით, რომ როგორც მინიმუმ 50% თუ 75 არა გამარჯვებების უნდა იყოს ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ ლოგიკა ჩვენ ამას არ ნახობს რა, რომ სწორი გზით მივდივართ. 2013 წელი წარმატებული გამოდგა ნოდა რაკობიასა და ვასილ მაისურაძის ნაკრებებისათვის. ორივე ასაკობრივმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები საშინაო კედლებში გამართა და ეს უპირატესობა სათავისოდაც გამოიყენა. წილისყრის შედეგად 17 წლამდელთა მეტოქეები მეხუთე ჯგუფში გერმანიის, სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. ელიტ რაუნდის მასპინძელი კი სერბეთი იქნება. ტურნირი 2014 წლის 26-31 მარტს გაიმართება. პლუსა შეიძლება ფედერაციას ჩაეთვალოს მათი ხელშეწყობით საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წარმატება ევროპულ სარბიელზე. ვასილ მაისურაძის და ნოდა რაკობიას გაწვრთნილმა ბიჭებმა ფურორი მოახდინეს, ასე ვთქვათ. ასევე წარმატებით დაძლია შესარჩევი ეტაპი ვასილ მაისურაძის 19 წლამდელთა ნაკრებმა. მაისურაძეს წარმატებულ საქმიანობაზე აქამდეც ბევრი ითქვა და დაიწერა და შესაბამისად მისთვის არც აქამდე და არც ახლა არ არსებობენ ავტორიტეტები საფეხბურთო ნაკრებების კუთხით. თავარი კი ის არის, რომ მაისურაძემ ეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის დროსაც დაამტკიცა და ამის გაკეთება არც ახლა გასჭირვებია. მაშინაც და დღესაც მან გუნდში ის ატმოსფერო დანერგა, რომელიც წარმატების მიღწევას აადვილებს. მაისურაძის გუნდმა მოიგო უელსთან, დაამარცხა მოლდოვა და თავარი გასაკეთებელი ბოლო შეხვედრაშიც გააკეთა. მოიგო იმასთან, ვისთანაც მოსაგები ჰქონდა. ჰოლანდიის დამარცხება, მე ვფიქრობ, რომ სერიოზული განაცხადია და თავი კი არ თამაშითაც, ჩემი აზრით, თამაშით მოუგეთ და ეს არის თვლიანად ქართული ფეხბურთის წარმატება, ეს არის ის ნაპერწკალი, რაზეც შეიძლება გავღვივდეს და რაც შეიძლება ქართულ ფეხბურთს აადგეს. ალბათ მაინც ის სურვილი გამოძრავებდა ყველაზე მეტად და ჰოლანდიის ნაკრებთან რევანში აგვიყო და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად მოვახერხეთ. ნიუნში გამართულ წილისყრაზე ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ კალათაში იყო განთესილი. ჩვენი 19 წლამდელები მესამე ჯგუფში მოხვდნენ ისრაელის, შვეიცარიისა და კვიპროსის ნაკრებ გუნდებთან ერთად.
ჯგუფის მასპინძელი შვეიცარია იქნება და ელიტ რაუნდი 25-დან 30 მაისის ჩათვლით გაიმართება. აი ამ წელს რაც გავაკეთეთ ხო პირველი შესარჩევიდან როგორც გავედი 9 ქულით, აი მინდა რომ აი ეს შემართება შევინარჩუნოთ და წარმატებას მივაღწიოთ რა. ძნელი იქნება შვეიცარიაში გამომდინარე იქიდან რომ ერთი გუნდი გადის გასვლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ნიონში გამართულ წილის ხაზევე გადაწყდა, რომ გიორგი დევდარიანისა და გოჩა ტყებუჩავას ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საკუთარ კედლებში გამართავენ, რაც ქართველი ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. ჩვენ ყოველ წელს ვერით წარმატებებს და მე, რა ვიცი, რაღაც წელი უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ახლა წარმატებული წელი უნდა იყოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ვასილ მაისურაძესი, ძალიან დიდი იმედი მაქვს ნოდარ აკობიასი, ძალიან დიდი იმედი მაქვს თემურ ქეძბაიასი და ამიტომ რა ვიცი, მერტი ჩვენსგან და ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ კარგად იქნება.